პროტესტის 61 ღამეს ჭიათურაში 4 მაღაროელი დააკავეს. დაკავების მიზეზი შუქრუთის მაღაროს დირექტორთან ფიზიკური დაპირისპირება გახდა, რაც მაღაროელების თქმით დირექტორის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა შეურაცხყოფას მოყვა. შეურაცხყოფა წამოვიდა იმ ადამიანისგან, ვინაც ესე ფიზიკური დაზიანება მიიღო ხალხისგან და არა რაღაც ჯგუფისგან. მანქანიდან დაუძახნია ხალხისთვის, რომ მოემართება ნახირთა ჯგუფი. და მაგის შემდეგ დაიწყო ის ფიზიკური დაპირისპირება. დაკავების თვითმხილველი დეტალურად იხსენებს, რა ვითარებაში დააკავა პოლიციამ პროტესტის მონაწილეები. ჯერ კრუგი დაგვარტყეს სუნთლიანად, მერე შემოვარდნენ აქ მოშიმშილე ხალხს ძინავს და მოშიმშილე ხალხს გადაუარეს თავზე და აკავეს აქ გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე მანქანაში ეძინა და მანქანა კარები რომ ჩაგედილი იყო ბაგაჟნიკიდან უკანა საბარგულიდან გადმოათრიეს ადამიანი, აჩიკო ჯუმბურიძე სახში დააკავეს, სახში შეუვარდნენ ოუციოკეს სოლშვილი და თენგოც აქ დააკავეს, მანქანაში დააკავეს. ესეთ საზიზღრად სპეცოპერაცია ჩაგვიტარეს იმის გულობისთვის, რომ ვითომ დაგვსაჯეს, რატო ხმა ამოვიღეთ და რატო საუბრობთ ამ უსამართლობაზე, რასაც გვიკეთებს კომპანია. 60 დღის მანძილზე არავის თითი არ გაუგნევია ცუდად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ დადგა ამისი შესაძლებლობაც და ამისი მიზეზებიც, მაგრამ მაქსიმალურად ეს პროცესები და ეს პროტესტი იყო კონსტრუქციული. იყო ჩარჩოებში, არ გაცდენილა არც იმეროს დილობას, არ გაცდენილა არც კანონებს, არ გაცდენილა არც ადამიანურ მორალს. მაღაროელთა დაკავებას ჭიათურის ცენტრში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მოყვა. პროტესტის მონაწილეები დაკავებულთა გათავისუფლებასა და კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესში მთავრობის შართვას ითხოვენ. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ დაინტერესდეს პრემიერი ან მისი წარმომადგენელი ჩამოვიდეს და დაგველაპარაკოს თუ როგორი კრიმინალური დაჯგუფება მართავს მაღაროს, რა დარღვევები იყო, როგორ ხდებოდა მუშაობა და გამოიძიონ მათი საქმე პირველ რიგში და არა ისე როგორც გუშინ მოგვექცენ ღამის 3 საათზე სრულიად შრომელი ბიჭები, მაღაროელები თავს დაგვესხენ, როგორც გითხრეს, ქუთაისის სამხარეო იყო ჩამოსული და წაქცევით გადავლით, ძალის გამოყენებით ეს ბიჭები მოგვტაცეს და წაიყვანეს. მაღაროელების უთანხმოება მაღაროს მფლობელ კომპანიასთან არაერთ წელს ითვლის და მაღაროს მუშაობის დროს დაზიანებული სახლების გამო კომპენსაციასა თუ სახელმწიფო პოლიტიკას უკავშირდება. თუმცა ვითარება ჭიათურაში განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიბდა, რაც კომპანიამ რეგიონში სამუშაოების შეჩერების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ადგილობრივები იმ რთულ სოციალურ ვითარებაზე საუბრობენ, რომელიც სამუშაოების შეჩერებას მოჰყვა. უმძიმესი სოციალური მდგომარეობა განვითარდა მის მერე, რაც კომპანიამ გაგვაჩერა და უფრო ყოველდღიურად მძიმდება. ეს ეხება ბანკის ვალითუს გადასახადები. ადამიანებს პური ვეღარ მიაქვს სახლში. ჩარიცხეს 2 თვის 60% ესეც სხვადასხვა დროს და იმ მაღაზიის ვალებს არ ეყო, რაც ამ ხნის განმავლობაში ხალხმა დაიდო, ესე რომ ვთქვათ. აიღო მაღაზიებში. ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი ჯორჯიან მანგანეზის მმართველი კომპანია ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდებოდა. თუმცა მათივე ინფორმაციით ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა. მიუხედავად საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციისა, მაღაროების ხელახლა გახსნის შესახებ პროტესტის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ კომპანიის მენეჯმენტს და მოლაპარაკების პროცესში მთავრობის შართვას ითხოვენ. ევრონიუს ჯორჯია კომპანიის წარმომადგენლებთან და ჭიათურის თვითმმართველობასთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს.